საქართველოს 4 დიდ ქალაქში გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 4500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის პირველი 6 თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა. უწყების ინფორმაციით ყველაზე ხშირად დადგენილ ნორმას მსუბუქი ავტომობილები და მიკროავტობუსები აჭარბებენ. გივი კუჭავას რეპორტაჟი. Გამოწვევთ ავტომობილს CO-ზე. ავტომობილი, რომელსაც ხილული გამონაბოლქვი აქვს და უყოვნებლივ გადამოწმებას ექვემდებარება. მიზანი არის ატმოსფერული ჰაერის დაცვა და დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა. 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტია აღრიცხული. ყველაზე მეტი 2699 სამართალდარღვევა თბილისში გამოვლინდა. 821 ჯარიმა დაიწერა ბათუმში, 694 ქუთაისში, ხოლო რუსთავში 361. სამართალდარღვევთა შორის არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. ჩვენმა ეკიპაჟებმა უკვე გამოწერეს დაახლოებით 4500-ზე მეტი საჯარიმო სანქცია, სადაც შესულია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. გამზომი ტიპის ხელსაწყოები გვაძლევს საშუალებას ადგილზევე მოხდეს როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავიანი ავტომობილების კონტროლი და ადგილზევე გამოეწეროს დარღვევის შემთხვევაში მძღოლს ან მესაკუთრეს საჯარიმო სანქციას. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს მავნე ნივთიერების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩნდება, ფიზიკური პირი 100, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ფინანსური სანქცია გასამაგდება. დეპარტამენტში გატარებული ცვლილებების შედეგად გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა. ყველა მათგანი აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. შედეგად კონტროლი უფრო მასშტაბური და ეფექტიანი გახდა. Გამოწვევთ როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებს. პატრულირების დროს, როდესაც ავტომობილს აღენიშნება ხილული კვამლიანობა, ხდება მისი შეჩერება და გადამოწმება. ასევე გვაქვს სტაციონარულად ჩაშენებული მოწყობილობა, რის საშუალებითაც ხდება ავტომობილის გადამოწმება. გაუმართავი ავტოტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ხილული გამონაბოლქვის კონტროლის გაძლიერების შემდეგ იმ ტერიტორიებზე, სადაც ბევრი მანქანა მოძრაობს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეინიშნება. ძირითად გამოწვევად რჩება აზოტის დიოქსიდი და მტვრის მყარი ნაწილაკები, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა შეიმჩნევა. გარკვეულ ლოკაციებზე შეიმჩნევა მცირედი გაუმჯობესება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში აკონტროლებს.